მოგესალმებით, მინდა გამოვეხმაურო გუშინ ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოში მოქმედი პროდასავლური პარტიების ერთობლივ განცხადებას, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი ყველას გასაგონად, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ არჩევნებში. ამასთან დაკავშირებით უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა უფრო მკაფიოდ. ჩვენ არჩევნები, რა თქმა უნდა, გვინდა რომ საქართველოში ტარდებოდეს არჩევნები, ნორმალური პოლიტიკური პროცესი იყოს და არჩევნებს საპარლამენტოს ხელახალს ვითხოვთ კიდევაც და ეს არის ნორმალური, მაგრამ არჩევნები რო გინდა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსული კრიმინალური და მოღალატური რეჟიმის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოღალატური და კრიმინალური რეჟიმი რაღაცა პროცესს დაარქმევს არჩევნებს და შესაბამისად ამგვარ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არათუ არ შეიძლება, ეს იქნება ღალატი იმ პროტესტისა, იმ ჩვენი ქართული პატრიოტული საზოგადოებისა, რომელიც უკვე 7 თვეა უწყვეტად აპროტესტებს ამ რუსული მოღალატური რეჟიმის მიერ ხელისუფლების მიტაცებას, 2024-ში არჩევნების გაყალბებას და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას, საქართველოს ეროვნული ინტერესების უხეშად ხელყოფას, თქვენს რა პრაქტიკულად უარი არა მარტო დემოკრატიაზე, არამედ ამასთან ერთად საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ უნდა ძალიან მკაფიო ზღვარი გავავლოთ. რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია. არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის სქემაში ჩაჯდომა და მათი მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება, რა თქმა უნდა, არ გვინდა და ეს მიუღებელია. ეს არის რაც ძალიან მკაფიოდ მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მიცოდეს, რატო თulis ნაციონალური მოძრაობა, რომ ამ პროცესში, რაც არის სპეცოპერაცია და არა არჩევნები, მონაწილეობის მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ბრიტანეთის საგარეოში დაიბარეს ჩვენი მისიის ხელმძღვანელები. ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება ევროკავშირისკენ სწრაფად და კონსტიტუციას, ასევე შეწყდეს პარტნიორებზე თავდასხმა აცხადებს ბრიტანეთის საგარეო უწყება. რა სიგნალია ბრიტანეთიდან დიპლომატების დაბარება და რას უნდა ველოდოთ? ნათელია, რომ უკვე მივეჩვიეთ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ერთგული ძველი მეგობრების მთავრობების მხრიდან ამგვარ მკაცრ შეფასებას ამ მოღალატური და კრიმინალური რეჟიმის ქმედებებისა, რომელმაც უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ყოველ წამს ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციას, ეს რეაქცია გასაგებია, ეს არის გულის ტკივილი ჩვენი მეგობრებისა, რომლებიც ხედავენ როგორ ანტიდემოკრატიულ, ანტიქართულ, ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს ეს მოღალატური რუსული კრიმინალური რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია აქვს ბრიტანეთის მთავრობას და პრაქტიკულად ყველა იმ ქვეყანას, რომელიც გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას, რომელიც გულშემატკივრობს და მხარში უდგას ჩვენ ხალხს, რომლის წყალობითაც არის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული ჩვენი მტერი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ეგრეთ წოდებული აღიარების ასე ვთქვათ საკითხი და ისინი ატარებენ არაღიარების პოლიტიკას, მათი დამსახურებაა სწორედ ეს და სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს de facto ის რეჟიმი, სახელმწიფო ბერკეტების ფლობელი, რომელმაც ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენი ურთიერთობები ბრიტანეთთან, იქნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ ევროკავშირის ცალკეუწევ სახელმწიფოებთან და ევროკავშირთან და ნატოსთან მთლიანობაში. არჩევნებთან დაკავშირებით გითხავთ. თავდაპირველის კითხვა, კიდევ ერთხელ რომ განგვიმარტოთ არჩევნების ბოიკოტის გადაწყვეტილება, რატო ფიქრობთ, რომ ეს უფრო ეფექტიანი და შედეგიანი იქნება, რას ელიფს და ხედავთ თუ არა არჩევნებში მომხრეების შემოერთობის პერსპექტივას? მე უკვე შესავალში ვთქვი, რომ ეს არ არის არჩევნები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ჩვენ გავარკვიოთ, რაზე ვსაუბრობთ. ვინმეს, რომელიმე მედიაში, რომელიმე ნორმალურ ადამიანს გონია, რომ ის, რასაც ჩაატარებს ეს რეჟიმი 4 ოქტომბერს იქნება არჩევნები, ну ეს უბრალოდ დაცინვა იქნება, ხო, ადამიანებისა და შეურაცხყოფა საკუთარი ინტელექტის, ხო, ალბათ ყველა კარგად ხვდება, ჩვენ კარგად დავინახეთ, რაც გააკეთეს 2024-ში, იმის შემდეგ მდგომარეობა ქვეყანაში დემოკრატიული თვალსაზრისით კი არ გაუმჯობეს და არამედ მკვეთრად გაუარესდა, ხო? გვაქვს დრაკონული კანონები, თუ რამის ფორმალურად მაინც გაკონტროლება შეიძლებოდა ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე, ისიც კი მოსპეს ყოველგვარი გამჭვირვალობა, პოლიტიკური ლიდერები, ну, ნაციონალური მოძრაობის მთავარი ლიდერი მაშინაც ციხეში იყო და ახლა დაემატა მას სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები, დაემატნენ აქტივისტები, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ, რომ საქართველოში ტარდებოდეს ეროვნული პოლიტიკა, რომ საქართველოში იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში და საქართველოს სახელმწიფო ყველა სტრუქტურამ უნდა ყველაფერი გააკეთოს ამისათვის და ამ რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ გამოაცხადა, ვიცით, რომ ამ პროცესს აჩერებენ, ხო? ანუ პირდაპირ ღიად გამოაცხადეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და უტიფრად ატარებენ უკვე ღიად რუსულ პოლიტიკას, ჩვენ კარგახანია ვიცით ნაციონალურ მოძრაობა ამას დიდი ხანია ვამბობთ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ნათელია ყველასათვის. ამიტომ ეს არ არის არჩევნები და ბრძოლის გზა არის გზა თანმიმდევრული სიმართლის თქმა და არ კოლაბორაცია ამ მოღალატურ კრიმინალურ რეჟიმთან. ეს არის ბრძოლის გზა. ბუნებრივია ამას ყველაფერს სჭირდება მოთმინება, ამას სჭირდება დრო, მაგრამ ის რომ ამ წუთას ჩვენ არა გვაქვს თქვათ ის შედეგი რაც ჩვენ გვინდა, ეს არ ნიშნავს რომ სწორი გზიდან ბრძოლის პრინციპული და მოღალატური რეჟიმის მიმართ კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გატარება დავიწყოთ, ხო, ეს არ არის სწორი გზა. სწორი გზა არის პრინციპული ბრძოლა ამ რუსეთის მეხუთე კოლონასთან და ის აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რეაქციას ამ რეჟიმთან დაკავშირებით და ასევე ვხედავთ არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა, მაგრამ გლობალური კონტექსტის ცვლილებას, რაც ხდება უკრაინა-რუსეთის ფრონტზე, რაც ხდება ზოგადად შავბნელი ძალებისა და დასავლეთის ცივილიზებული სამყაროს დაპირისპირების ფრონტზე, შავბნელი ძალები მარცხდებიან ყველგან და დემოკრატიული ძალები, ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფოები იმარჯვებენ, მათ შორის მხარს უჭერენ რა უკრაინას, ნატოს გადაწყვეტილებები გავიხსენოთ სულ ბოლო, რომელიც ისტორიული გადაწყვეტილებებია და ასევე მინდა ყურადღება მივაქციო კიდევ უფრო მეტად ჩვენი საზოგადოების იმას, რაც განაცხადა ახლახან პუტინმა, რომ მან განაცხადა, რომ მომდენო 3 წლის განმავლობაში ჩვენ აღარ გავზდით და შევამცირებთ სამხედრო ხარჯებს. ეს ნიშნავს ღია კაპიტულაციას რაშისტური რუსეთის, რადგანაც მან დაინახა რეაქცია ძალიან ადეკვატური, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ ადეკვატური რეაქცია ნატოსი, დასავლეთის სახელმწიფოებისა და ეს ნიშნავს მის პრაქტიკულ სტრატეგიულ კაპიტულაციას, იმიტომ რომ ეს თავის მოკატუნება, რომ ის აღარ გაზრდის სამხედრო ხარჯებს, იმას ნიშნავს, რომ ხელს იღებს სამხედრო აგრესიული ქმედებების განხორციელებისგან, იმიტომ რომ დაინახა, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევს ამით. ის ვერაფერს ვერ აღწევს ვერც ერთ მის სტრატეგიულ ამოცანას უკრაინაში და შესაბამისად ვერ მიაღწევს მით უმეტეს ნატოს სახელმწიფოებთან მიმართებაში, რაც იყო მისი ამოცანა და მიზანი, რაც გააცხადა კიდევაც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის წინ. აქედან გამომდინარე, ეს პროცესები ვითარდება, ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ კურსი, სწორი კურსი, ის კურსი, რომელიც აიღო ქართველმა ხალხმა, რეჟიმთან არ თანამშრომლობის, რეჟიმის არ აღიარების, რეჟიმთან არ კოლაბორაციის, პრინციპული სიმართლით და რა თქმა უნდა ერთიანობით, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნების წინ მოუწოდებდა. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი თუ პარტია თუ ორგანიზაცია თუ სარკეული ჯგუფი ამას აცნობიერებს, რომ ეს არის სწორი გზა, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწორედ ასეთი პრინციპული თანმიმდევრული პოლიტიკა.
მივისმინეთ, რომ შიმშილობას უწყვეტდა და გვახსოვს, რომ მან შიმშილობა დაიწყო იმისთვის, რომ ოპოზიცია ყოფილიყო ერთიანი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობა. გუშინ იმ 8 პარტიის სიაში, რომელზეც საუბარი იყო, ისევ არ იყვნენ ლელო და გიორგი გახარიას პარტია. რა შეიცვალა? შეგიძლიათ თქვა, თქვენ გეკნებოდათ კონსულტაცია თქვენს გუნდს ელენე ხოშტარიასთან. შიმშილობა დაიწყო, დაასრულა ისე, რომ არაფერი შეცვლილა. რა შეიცვალა? შეგიძლიათ თქვენ გითხრათ? შეიცვალა პრინციპულად ის, რომ 8 პარტიამ, მათ შორის 2-მა ყველაზე კარგი რეზულტატის მქონე პარტიამ 2024-ის სპეცოპერაციაში განაცხადა სხვა პარტიებთან ერთად, რომ პრინციპულად საბოლოოდ წერტილი დაუსვა, რომ ჩვენ არ მივიღებთ რუსული რეჟიმის სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ეს ოფიციალურად გაცხადდა, დოკუმენტურად გაცხადდა, რაც განაპირობებს იმას, რომ რა თქმა უნდა ლელოც აღარ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ლელო ამბობდა, რომ მივიღებთ მონაწილეობას იმ შემთხვევაში არჩევნებში, თუკი ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ხო? შესაბამისად ეს უკვე ლელომ უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ, მაგრამ გეუბნებით რა გაგახსენებთ რა იყო ლელოს პოზიცია, ხო ეგ იყო, ხო? რომ ჩვენ მივიღებთ ლელოს არ დაუსვამ საკითხი ისე რომ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, იმათ დასვა საკითხი რა ვქნათ, მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რომ ეს პროცესი გაყალბდება თუ არ მივიღოთ მონაწილეობა, თუ ერთად ვიქნებით, მაშინ ლელო ფიქრობდა რომ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ უკვე ამდენმა პარტიამ და მათ შორის 2-მა გამარჯვებულ პარტიათაგან ყველაზე უკეთესი რეზულტატის მქონე პარტიამ განაცხადა, რომ არც ერთ შემთხვევაში ოფიციალურად, იურიდიულად, დოკუმენტით განაცხადა, რომ არ მივიღებთ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, ელენე ხოშტარიას რაც უნდოდა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ლოგიკურად, ის არის სწორედ ის მიზანი არის მიღწეული აქედან გამომდინარე. მანამდე არ ყოფილა ეს განცხადება და ელენეს ძალიან თავგანწირულმა ნაბიჯმა, მისმა თავდადებამ, მისმა მონდომებამ იმპულსი მიცა, რომ ამგვარი განცხადება ოფიციალურად გაკეთებულიყო, რაც მანამდე არ იყო გაკეთებული, ნაციონალურ მოძრაობა ამას დიდი ხანია აცხადებს. ეს ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ ბევრი პარტია ამას არ აცხადებდა, ხო? ჩვენ ვიცით და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველამ ერთად გავაკეთეთ ეს განცხადება. ის რომ ნაციონალური მოძრაობა ამას ამბობს დიდი ხანი, ის არ ნიშნავს, რომ სხვა პარტიებსაც იგივე მივაწეროთ, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ერთობლივი განცხადება. ამასაც სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა, რომ ეს ერთობლივი განცხადება იყო. მათ შორის განსხვავებულ პლატფორმებზე მყოფი პარტიებისა, ხო? იქ იყვნენ პარტიები, რომლებიც არიან სალომე ზურაბიშვილის პარტიაში და ვართ ნაციონალური მოძრაობა და სხვები, რომლებიც არ ვართ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაში, ხო? ამასაც მნიშვნელობა აქვს, რომ გარკვეული გაერთიანება მოხდა პრინციპებთან და მიზნებთან დაკავშირებით ამ პარტიებისა, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულები არიან და თქვენ იცით, რომ იქ ამ განცხადების ხელმომწერთა შორის არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც შეიძლება ქოცებზე უფრო მეტად ნაციონალურ მოძრაობას ლანძღავდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად ბრიყულად, რა თქმა უნდა და არასწორად, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ რაღაცა რაც არის სწორი ბრძოლის გზა, იმაზე ჩამოვყალიბდით და ერთმანეთის ჭამით კი არ ვიქნებით დაკავებულები, არამედ ვიქნებით სიმართლის თქმით და პრინციპული ბრძოლით ამ რეჟიმთან და არა ერთმანეთთან დაკავებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მომენტია ასევე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ელენეს, ძალიან მაგარ ვაჟკაც პატრიოტ ადამიანს, თავდადებულ ადამიანს, რომელმაც მართლა თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე პოტენციურად დადო სასწორზე, რაც არაერთხელ გაუკეთებია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სხვა პარტიას წარმოადგენს, მე კიდევ ერთხელ მას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო და თქვა, რომ მისმა ამ მნიშვნელოვანმა ძალისხმევამ თავისი მნიშვნელოვანი დიდი როლი ითამაშა ამ 8 პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რაც დარწმუნებული ვარ, განსაზღვრავს ძირითადი პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებას ამ მოღალატური და კრიმინალური რეჟიმის, რუსული რეჟიმის მიერ ჩასატარებელი სპეცოპერაციის მიმართ ჩვენ დამოკიდებულებას. ამას ნახავთ ჩვენ რა იქნება წინასწარ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.
გითხარით რა გეგმაც გვაქვს გეგმა პრინციპული ბრძოლისა ამ მოღალატურ კრიმინალურ რეჟიმთან. მისი არაღიარების გეგმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასთან ართანამშრომლობის გეგმა, მის მიმართ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების გეგმა, მასთან კოლაბორაციის დაუშვებლობა, მის სპეცოპერაციებში მონაწილეობის დაუშვებლობა, თანმიმდევრულობა, პრინციპული მშვიდობიანი, არაძალადობრივი, მაგრამ რადიკალური ბრძოლა, რომ ეს მოღალატური კრიმინალური რეჟიმი საქართველოს სახელისფრებო ბერკეტებს ჩამოვაცილოთ ერთად ყველამ. ეს აუცილებლად მოხდება. მე უკვე ვთქვი ამის თაობაზე, აღარ გამეორდები, საერთაშორისო კონტექსტიც საჩვენოდ იცვლება. არა ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გაგვიხარდება, მაგრამ მაინც იცვლება და ეს ყველაფერი მაინც აუცილებლად მოხდება. ეს რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება და ამ რეჟიმის მთავარ პირებს და კანონის დამრღვევებს, კანონის შესაბამისად აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი კონსტიტუციის დარღვევისთვის, ეროვნული ინტერესების ღალატისთვის და მრავალი დანაშაულისთვის. და ბოლო აქციის შედეგად მართველი გუნდისგან იყო ბრალდებები და მათ შორის შათიშვილს გავრცელა არსები წერტილი, რომ ევრობიუროკრატები, მათ შორის დიპლომატები ცდილობენ საქართველოში რადიკალური პროცესების ახალისო და საზოგადოების შექმნა ესეთი განწყობები, რომ რევოლუცია მოხდეს, ძალადობრივი გზით დაემხოს ხელისუფლებაო. ერთი მხრივ ეს განცხადება რომ შეაფასოთ და მეორე მხრივ თქვენ როგორ უყურებთ აი ამ პროცესებს, მერჩევის მისვლას, მონაწილეობას, მხარდაჭერას. შათერიშვილი იქნება თუ ივანიშვილის ბანდის სხვა დაქირავებული ხელის ბიჭები, რას იტყვიან ამას ჩვენ დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა რა თქმა უნდა ნიშანდობლივია, რომ ისინი ზუსტად იგივეს იმეორებენ, რასაც თავის დროზე ამბობდა პუტინის რეჟიმი ჩვენ დასავლეთელ პარტნიორებთან მიმართებაში, რას ამბობდა ლუკაშენკო, რა დამოკიდებულება აქვს დასავლეთის მიმართ კადიროვს, ერთ-ერთზე ყველაფერი ემთხვევა. აი სწორედ ესეც კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ ეს არის რუსეთის მეხუთე კოლონა და ის მოღალატური რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა საქართველოში ხელისუფლება და რომელსაც ფეხქვეშა აქვს უხეშად გათელილი საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ყოველ დღე მისი ყველა პრაქტიკულად მოქმედებით ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ღალატობს ქართველ ხალხს, ღალატობს საქართველოს, რომელიც დაიცალა ქართველებისგან ამ მოღალატური რეჟიმის პოლიტიკის გამო, რომელიც სისხლისგან იცვლება, ქართველი ხალხისგან იცლება და საქართველოში შემოდიან და ბინადრდებიან და სახლდებიან რუსები და რა ვიცი, სხვადასხვა გაურკვეველი აბსოლუტურად საქართველოსთვის უცხო არა ტრადიციული მეგობარი ქვეყნებიდან ადამიანები არალეგალურად და ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიისთვის, ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პროცესებისთვის, სერიოზული პრობლემაა ეკონომიკისთვის და სერიოზული პრობლემაა ყველა პატრიოტი ქართველისთვის, რომელსაც უნდა რომ საქართველოში ქართველები ბრუნდებოდნენ და არა საქართველოსდან გარბოდნენ. ჩვენ ვხედავთ ამ მოღალატური რეჟიმის მიერ საქართველოს ეკონომიკის მიტაცებას, თავიანთი ჯიბეების გასქელებას და ამავდროულად ამის პარალელურად ქართველი ხალხის გაღარიბებას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ პროცესის. თქვენ როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში საქართველოს მიმდინარე მოვლენების პარალელურად დასავლელი დიპლომატების შეხვედრები ოპოზიციასთან, არასამთავრობოებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ანუ რას აჩვენებს ეს თქვენთვის? ჩვენი დასავლეთელი მეგობრების, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლების, დიპლომატების მოქმედება ყოველთვის იყო მიმართული იმისკენ, რომ ხარი დაეჭირათ საქართველოს დემოკრატიისთვის, ხარი დაეჭირათ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ხარი დაეჭირათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების წინსვლისთვის, განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და ყველაფერი იმისთვის, რაც არის კარგი საქართველოსთვის. წავიკითხოთ, რა დოკუმენტები აქვს საქართველოს ევროკავშირთან ხელმოწერილი, ნატოსთან, რა დოკუმენტებია, რა წერია შიგნით, ყველაფერი აი ამისთვის მოქმედებენ ჩვენი მეგობრები და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი მათ იმისათვის, რომ ისინი თანმიმდევრულად ამდენი წლის განმავლობაში ატარებენ
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და მათი წყალობით არის რომ ეს ჩვენი ოკუპირებული რეგიონები არ არის აღიარებული ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან და ამ მოღალატური რეჟიმის გაღიზიანება და ცუდი რეაქცია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დიპლომატების ქმედებასთან მიმართებაში აღარ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ზუსტად იგივე როგორც უკვე გითხარით რეაქცია აქვს, როგორც ქონდა და აქვს თავის დროზე პუტინს, ლუკაშენკოს თუ კადიროვს. ზუსტად იგივე ტიპის რეჟიმი არის საქართველოში დამყარებული. ვინ უკაცრავად? ატლანტიკურმა საბჭომ. ევროპის 2025 წლის ინდექსი, რომელიც საქართველოს წინ უსწრებს ამ ინდექსით მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, მათ შორის ნატოში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნებს, მართო გულში ეს რომ შეაფასოთ ეს ინდექსი და მართო გულში ამბობენ, რომ ატლანტიკურ საბჭო, რომელიც კრიტიკულია საქართველოს მიმართ, ისიც კი ასე დადებით შედეგს აკეთებს საქართველოს შესახებ, რომ ვითარდება და წინ ეკონომიკური განვითარების ციფრები არის აბსოლუტურად არა რეალური ჩვენ საზოგადოებასთან მიმართებაში. თუ კი რაიმე ეკონომიკური რაღაცა ასე ვთქვათ, მაჩვენებელი არის, ეს ყველაფერი გამომდინარეობს არა ქართველი ხალხის გამდიდრების გამო, არამედ ივანიშვილისა და ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის გარშემო შემოკრებილი რამოდენიმე ასეული ბიზნეს ოჯახის, ბიზნეს ელიტის ოჯახის გამდიდრების გამო. და ისინი მდიდრდებიან და სწორედ ამაშია საქმე, რომ საქართველოში იზრდება ხრამი, რომელიც გაჩნდა სუპერ მდიდარ ადამიანებსა, ერთ მუჭა სუპერ მდიდარ ადამიანებსა და დანარჩენ საქართველოს შორის და სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველო იცლება ქართველებისგან და საქართველოსდან გარბის ხალხი. ძირითადად პოლიტიკური და უფრო მეტად ეკონომიკური პრობლემების გამო. და ამიტომ ამ ციფრების მანიპულირებით ეს რეჟიმი ვერსად ვერ გავა. თქვათ არადემოკრატიული ქვეყნები შეიძლება იყვნენ, რომელსაც ეკონომიკური მაჩვენებელი კარგი აქვს, თქვათ რაღაცა ერთსულ მოსახლეზე და ასე შემდეგ, მაგრამ იმათ არავინ არ მიიღებს არც ნატოსა და არც ევროკავშირში და იმათ არავინ არ უწოდებს დემოკრატიულს. ამითი თავმოწონება არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო გამოხატულება იმისა, როგორ ხავს ეკიდება ეს მოღალატური რეჟიმი, რომ იქნებ რამეს ხავს მოეჭიდონ და რამეზე თქვან, რომ აი აქ ხომ აინც გვაქვს რაღაცა წინსვლა. ანუ ქვეყანა დააქციეს, საქართველო ქართველებისგან დაცალეს, კონსტიტუციას ღალატობენ, ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ, ნატოსა და ევროკავშირზე გაწევრიანებაში უარს ამბობენ და თურმე რაღაცა აღმოაჩინეს, რომ რაღაცა ვიღაცამ კარგი თქვა. ანუ შეიძლება ძალიან ბევრ რამეს დაგისახელებთ თუ გნებავთ, მეც ძალიან ბევრ რამეს დაგისახელებთ, რაც თქვა რო გავიხედო ქუჩაში რაღაცეები მომწონს. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ მთლიანობაში ვითარება კარგია, ხო? ისე კი არა ვართ, რომ არაფერი არ მოგწონს, აი 100%-ით არაფერი არ მოგწონს, ხო? ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავი მოიწონოს? ბატონო, ორი კითხვა აქვს დარჩენილი და მოკლე პასუხები რა გაუჩნდათ ბავშვისთვის ახალი მინისტრი ყავს განათლების, როგორ შეაფასებთ ახალ კანდიდატურას და ანუ ძველი კადრე თავისინებით წავიდა მინისტრი, განცხადება დატოვა და გუშინ წარადგინა პრემიერ-მინისტრი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ მოღალატური ბანდის ერთი ჭანჭიკი შეიცვლება მეორე ჭანჭიკით თუ არა. შემდეგი კითხვა. და წეღან ამ ნაწილზე არ იყო საუბარი ბრიტანეთის საელჩო რო გავრცელა განცხადება მათ ამოწურეს ეს ნაწილზე ბრიტანეთის საელჩო ნაწილზე ან დეზინფორმაციას ავრცელებენ რომ ბრიტანეთის საელჩოზე ჩვენს შესახებო მათ შორის იმ შესახებ რომ მათ ბოლო პერიოდში უნდათ ფინანსირებინათ რამდენიმე ორგანიზაცია ქართულმა ოცნებამ გავრცელა განცხადებები ამის თაობაზე რომ ისინი ცდილობენ ისეთი ორგანიზაციები დააფინანსონ რომლებიც უკანაც დგან ოპოზიციის მათ შორის სამთავრობოების წარმომადგენლები რომლებიცაც აქვთ რადიკალური გეგმები და მოკლედ ამათი დაფინანსებას უკავშირდებაო მათი კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ყველაფერს აკეთებენ მთელი ამ წლის განმავლობაში, რომ დაეხმარონ ქართულ დემოკრატიას, დაეხმარონ ქართულ სახელმწიფოს. ისინი ახორციელებენ რუსეთის მიერ
საქართველოს ძირძველი მიწების დროებით ოკუპირებული მიწების არაღიარების პოლიტიკას და მათი დამსახურება, რომ მსოფლიოში პრაქტიკულად არავინ არ აღიარა მათი დამოუკიდებლობა, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა. ბრიტანეთი, ამერიკა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს ქართველმა ხალხმა მიაღწიოს თავის მიზნებს, იყოს მშვიდობიანი, გამთლიანებული, აყვავებული სახელმწიფო ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზით. ეს არის ჩვენი გზა სწორედ იმისკენ, რაც მიგვიყვანს საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებასთან, მიგვიყვანს მკვიდრ მშვიდობასთან და ქართული ეკონომიკის აყვავებასთან და ქართული ხალხის ეკონომიკურ კეთილდღეობასთან. აი, ამითი არის დაკავებული ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები და კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მიკვირს რომ ივანიშვილის ბანდის წარმომადგენლებს ზუსტად ისეთივე რეაქცია აქვთ, როგორიც აქვს პუტინს, ლუკაშენკოს და კადიროვის რეჟიმს.